წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. თემაზე ვცვლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე კოტე ბერიძიშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურა არის. ამისათვის ბიუჯეტში უკვე 4 მილიონი ლარია გამოყოფილი და როგორც ვიცი, დამატებით რეგიონული ფონდებიდან 8 მილიონი დაემატება. რა მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება ამ თანხით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. წელს რეგ ფონდებიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით 8 მილიონი ლარია გამოყოფილი და უკვე ჩაგიგმილისა გვაქვს რეგ ფონდები თავიდან ბოლომდე, ნაწილი უკვე მიმდინარეობს კიდევაც. წელს პრიორიტეტად რეგიონალური განვითარების ფონდებიდან გამოყოფილ თანხებში გავითვალისწინეთ ქალაქი გურჯაანის ტერიტორია, რადგან ვიცით, რომ სტიქიების პერიოდში ძალიან დაზიანდა ქალაქი, საკმაოდ დაზიანებული იყო და მიმდინარეობს ნელა-ნელა აღდგენითი პროცესები და სამუშაოები. პრიორიტეტად გამოვყავით გზების ნაწილში რამოდენიმე გზა, რამოდენიმე არა 9 გზა არის ქალაქის მასშტაბით. ქალაქ გურჯაანში გაკეთდება ხო? კი, ქალაქ გურჯაანში. კი, ესენი გახლავთ ორი გზა, რომელიც უკვე მიმდინარეობს, ეს გახლავთ ახტალის ქუჩა და კირვალიძის ქუჩა. კიდევ 4 გზა ქვემოთ ეგრეთ წოდებულ კალოს უბანში, ეს არის სარაჯიშვილის პირველი შესახვევი ჩიხით, წერეთლის ჩიხი, გამსახურდიას ქუჩა, ტაბიძის ქუჩა. აქ უკვე დასრულებულია სატენდერო პროცედურები და მიმდინარეობს უკვე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები. მაგის გარდა იგეგმება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 3 დიდი ქუჩის რეაბილიტაცია, ეს გახლავთ აღმაშენებლის ქუჩა, ეს გახლავთ კოსტავას ზედანაწილი, გიმნაზიისკენ ასასვლელი რომ არის კოსტავას ზედანაწილი და ქოროღლიშვილის ქუჩა. ჯამში ამ 3 ქუჩაზე იხარჯება 7 მილიონზე მეტი და აქედან გამომდინარე გვაქვს გარდამავალ პროექტებად დასახული, ანუ დიდი ნაწილი კეთდება წელს და რაღაც მცირე ნაწილი გადადის მომავალ წელში. ეს 3 დიდი ქუჩა განსაკუთრებით გამოვყოფ, იმიტომ რომ აქ მიმდინარეობს კომუნიკაციების დაბლაჩატანა. ეხლა ერთადერთი თემაა მოსალაპარაკებელი, რომ კანალიზაციის რეაბილიტაციას გეგმავს ქალაქ გურჯაანის მასშტაბით გაერთიანებული წყალმომარაგება და გვინდა რომ თანხმედრაში მოვიყვანოთ ეს ქუჩები და ჯერ გაკეთდეს კანალიზაცია, თან ჩავალაგოთ სხვა კომუნიკაციები და ასე რომ მოაწყოთ ასფალტის საფარი. გარდა გზებისა, ქალაქში წელს იგეგმება კიდევ ფასადების რეაბილიტაცია. შეიძლება ეს იყოს მცირე რეაბილიტაცია, მაგრამ მაინც მოუწდება საცხოვრებელი სახლების? კი, კორპუსების. საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, მხოლოდ ფასადები რომ შევალამაზოთ, ეს გახლავთ სანაპიროს ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, სადაც უკვე მოეწყო ასფალტის საფარი, თამარ მეფის ქუჩა და კიდევ რამოდენიმე კორპუსზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. პროექტის შეძენის შემთხვევაში ისიერად მალევე დავატენდერებთ სამუშაოებს. ანუ წელს საკმაოდ ისეთი მოცულობითი გეგმები გვაქვს ქალაქის მასშტაბით და ვფიქრობ, რომ ქალაქი სულ სხვა იერსახეს მიიღებს. რაც შეეხება ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებს, ამ 4 მილიონი ლარით რა პროექტები განხორციელდება? უყურეთ, ეს 4 მილიონი ლარი კი არის გამოყოფილი ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ აქედან ნაწილი მიდის აი ამ რეგ ფონდების თანადაფინანსებაში. იცით თქვენ რომ 5% მუნიციპალური თანადაფინანსება მიმდინარეობს საზედამხედველო სამუშაოების ექსპერტიზის შეძენა ამ თანხებიდან. ამ თანხების ნაწილი ნაწილდება აიპების შემთხვევაში, მაგალითად გარეგანათების აიპში, მუნიციპალური სერვისის აიპში, სადაც მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პრობლემები გვარდება ამ აიპების მეშვეობით, ამიტომ სოფლები რომ უყურადღებოთ არ დაგვრჩეს, აი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გეგმოთ ზუსტად რამოდენიმე 2-3 სოფელში მაინც რაღაც ინფრასტრუქტურის მოწყობას. ძირითადად სოფლებიდან მოთხოვნებია გზებზე, რა თქმა უნდა, ჯერ გზები არა ვართ ბოლოში გასულები. წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან 700.000 ლარი გამოყოფილი გვაქვს სკვერების
საბავშვო ატრაქციონების და სავარჯიშო სივრცეების მოსაწყობად. აქედან გამოყოფდიეთ უფრო შედარებით მასშტაბურ პროექტს 300,000 ლარამდე იხარჯება სოფელ შაშიანში, სადაც ეთყობა კომპლექსური დასასვენებელი სივრცე, აქ იქნება მინიმოედანი, აქ იქნება საბავშვო გასართობის სივრცე და იქნება სატრენაჟორო სივრცეც და დანარჩენი ნაწილი შეიძლება დავშალოთ და სოფლებში სადღაც მინიმოედანი, სადღაც საბავშვო სივრცე, სადღაც სატრენაჟორო სივრცე და ასე შემდეგ. დიახ. და ბოლოს ბატონო კოტე თქვენი შეფასებით რა გამოწვევები რჩება მუნიციპალიტეტში? გამოწვევები ძალიან დიდი რჩება მუნიციპალიტეტში. ალბათ ეს მუდმივი პროცესია და რაც მეტი კეთდება, უფრო მეტი ჩნდება გასაკეთებელი. მე აბსოლუტურად ვეთანხმები მოსახლეობის გულისწყრომას, რომ აი ყველგან გაკეთდა, ჩვენ ქუჩაზე არ გაკეთდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამისათვის საჭიროა დრო, ამისათვის საჭიროა ის, რომ მე პერმანენტულად მივყვეთ პრიორიტეტების მიხედვით პრობლემების მოგვარებას და არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტების განხორციელება. ნაწილი არის პროექტირების ეტაპზე, ნაწილი არის უკვე სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპზე, ნაწილი რაღაც პატარა ნაწილი უკვე დასრულებულია რამოდენიმე სოფელში. აი რომელ სოფლებში დასრულდა და მიეწოდება 24 საათის განმავლობაში სასმელი წყალი? სოფელ ვეჯინში და სოფელ კოლაქშია დასრულებული, სოფელ გურჯაანშია დასრულებული უკვე ეს პროექტები, ბაკურციხე კარდენახში დასრულების ეტაპზეა ფაქტიურად, გუშინ 2 დღის უკან მოვინახულეთ. რა ხდება მუკუზანია ხაშენი ველისციხეში? ხო, ველისციხეში არის სერიოზული პრობლემები. იცით თქვენ როგორც რეაბილიტაციის კუთხით, ისე აი ამ წყალმომარაგების კუთხით, წყალმომარაგება ველისციხეში დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები, რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება და აუცილებლად პროექტირების ეტაპი დაიწყება და წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ დაადგება საშველი ამ თემას. რეაბილიტაციის თემა თქვენ უკვე იცით, რომ მიმდინარეობს ახალი დათვლები, ხელახალი გადათვლები და ხელახალი ტენდერის მომზადება, რაც შემჭიდროებულ ვადებში იქნება. აი ბატონო კოტე, ხშირად დაინტერესებთ, რომ დასვამენ კითხვას, რომ 30 მილიონი ლარი რაც იყო გამოყოფილი, სად წავიდა? ეს თანხა დაიკარგა თუ ეს თანხა ისევ ადგილზეა და მოხმარდება? მინდა რომ ეხლა ჯერ ერთი მინდა რომ ბოდიში მოუხადო ველისციხის მოსახლეობას, რომ ესე ძალიან გაიწელა ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეორე ზუსტად ეხლა მაგის დათვლა მიმდინარეობს, რომ აი ამ გამოყოფილი თანხიდან რა ნაწილი დაიხარჯა უკვე რეაბილიტაციაზე, იცით თქვენ რომ იქ რაღაცები გაკეთდა და საკმაოდ ისეთი მოცულობითი და ასე ვთქვათ შავი სამუშაოები, რაც იყო შესაძლებელი და მორჩენილი თანხის რაოდენობა ხომ უნდა დაითვალოს, რომ ეს მორჩენილი თანხა ხელახლა დატენდერდეს და სხვა კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა. იცით თქვენ რომ ის კომპანია, რომელიც აწარმოებდა ამ სამუშაოებს, იყო გაშვებული, შეუწყდა ხელშეკრულება და ზუსტად ეგ დათვლები მიმდინარეობს. თუ რა თანხის სამუშაოებია შესრულებული, რა თანხაა დარჩენილი, რომ იმ თანხებზე გამოცხადდეს. ესე იგი რეაბილიტაცია აუცილებლად გაგრძელდება და პრობლემა არ შეიქმნება. უბრალოდ დროის ფაქტორია, სატენდერო პროცედურები, რომ სწორად გავიაროთ და იქნებ მივიღოთ კაი კომპანია, რომელიც დაასრულებს ამ სამუშაოებს. თუმცა კიდევ ერთხელ ბოდიში მოსახლეობას, რომ საკმაოდ გაიწელა აღნიშნული პროცესები. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.